მოგესალმებით დიანა, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თავისთავად ცხადია, მე როგორც მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს და ასევე როგორც ამ ქვეყნის ერთ მოქალაქეს, ცხადია ძალიან მიხარია ეს ჯილდოები, რაც მზიას გადაეცემა. ეს ჯილდოები ხას უსვავს მის უანგარო სამსახურს პირველ რიგში საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი პროფესიისთვის და აქედან გამომდინარე აფასებს სწორედ მის ღვაწლს დამოუკიდებელი მედიის შექმნის კუთხით და სიტყვის თავისუფლების დაცვის კუთხით. მაგრამ სხვა მხრივ, განსაკუთრებით ჰაველის პრიზს რაც შეეხებოდა და სადაც მე მქონდა პატივი წარმომედგინა მზია საპარლამენტო ასამბლეაზე, ეს რამდენადაც ძალიან საპატიო პრიზია დიანა და რამდენადაც ეს გადაეცემოდა მზიას სწორედ ნომინანტად დასახელდა და მასე სიგელი გადაეცა სწორედ რომ გაიგოს საზოგადოებამ იმ სამი ნომინანტიდან პრიზი ასე ვთქვათ გადაეცა უკრაინელ ჟურნალისტს, მაგრამ სიგელი ამ პრიზის გადაეცა ყველას სამივე ნომინანტს. ეს რას ნიშნავს იცით? ეს მზია კი დასახელდა სწორედ პროფესიული მედეგობისთვის, სწორედ იმისთვის, რომ ის სინდისის პატიმრად მიაჩნია მთელ მსოფლიოს და ამავდროულად პოლიტიკური ნიშნით დევნილად, მაგრამ ეს პრიზი თავისთავად და ის რომ მზია იყო ნომინირებული ამ პრიზზე, სხვა თვალსაზრისით სასიხარულო ამბავი არ არის. ანუ ეს არ ნიშნავს, ეს პრიზი არ გადაიცემა ქვეყნის წარმატებისთვის. არ გადაიცემა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია და დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობს და ეს გარანტიები არსებობს. ანუ ეს პრინციპში და მზიას ნომინირება სხვა ასეთ არაერთ ძალიან მაღალ და საპატიო ნომინაციაზე რას ნიშნავს იცით, რომ ამ ქვეყანაში რაღაც კარგად არ ხდება. ძალიან ცუდად არის. დიახ, ზუსტად ესე, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, დემოკრატიული ინსტიტუტების თვალსაზრისით და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ხდება სწორედ ქართლის ნომინირება გამარჯვების ან სიხარულის. დიახ. ეს არის განგაშის პრიზია დიანა და მე არ ვისურვებდი, რომ ყოველ წელს ჩემი ქვეყნის მოქალაქეები მაგალითად აი ასეთ ნომინაციებში ხვდებოდნენ, იმიტომ რომ როგორც წესი ასეთ ნომინაციებში ხვდებიან იმ ქვეყნების დევნილი ჟურნალისტები თუ ჟურნალისტებზე ვსაუბრობთ, ხომ, სადაც საერთოდ არ არის დაცული ადამიანის უფლებები, უმრავლეს შემთხვევაში ისინი სიცოცხლეშიც ვერ ღებულობენ ამ ასეთ პრიზებს, ხომ? და ვთქვათ, ჰაველის შემთხვევაში პრიზი გადაეცა ჟურნალისტს, რომელიც ტყვეთ იყო რუსულ საპყრობილეებში. მზიას შემთხვევაში ის ასე ვთქვათ, ტყვე არის საკუთარ ქვეყანაში, რაც მე თუ მკითხავთ, გარკვეული თვალსაზრისით კიდევ უფრო საგანგაშოა. რუსეთის ციხეებში ანუ მოპყრობა და ტყვეობა არავის უყვირს, მაგრამ აი ჩვენს რეალობაში ეს არის ასე ვთქვათ პირველი საგანგაშო შემთხვევა. სხვა მხრივ ეს არის მისი პროფესიული ღირებულებების, პროფესიული ღვაწლის დიდი ასე ვთქვათ დაფასება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. კი ბატონო, ამ საქმეს რა გაგრძელება შეიძლება გქონდეთ? გაქვთ თუ არა იმედი, რომ რაღაც ეტაპზე შეიძლება ან რაიმე ფორმით თქვათ უფრო ადრე დატოვოს მან საპატიმრო, ვიდრე ეს არის მისი სასჯელი? სამართლებრივი პროცედურები არსებობს, დიანა, არ მინდა ტელეეთერში წინ მსწრებად საუბარი. ვნახოთ ანუ რა ნაბიჯებს გადადგავს ასე ვთქვათ სახელმწიფო ინსტიტუტები ამ შემთხვევაში, ანუ როგორ დაარღვევენ მის უფლებებს ან რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ პატივისცემით მოეპყრობიან ფორმალურად სამართლებრივ გარანტიებს. ამიტომ ჩვენი შეფასებები იქნება ამის კვალდაკვალ, როგორ ირეაგირებს სახელმწიფო ინსტიტუტები, თუმცა მანამდე რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და თვალს განსაკუთრებით, აი დღემდე არაერთი წერილით მივმართე, არაერთი განცხადებით თუ სასჯელ აღსრულებას, თუ იუსტიციის სამინისტროს, რომ მისი თვალის ეს მდგომარეობა, ანუ არავინ არ იცის დღეს კიდევ რა მდგომარეობაშია და ჩვენი პენიტენციური სისტემა არ რეაგირებს, ანუ პენიტენციურმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს. ამ წუთას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი გახლავთ პენიტენციური სისტემა და ვერავინ სხვა.
თუმცა ჩვენ ჯერ ვერ მივიღეთ პასუხი, რომ ის ელემენტარული სამედიცინო, ასე ვთქვათ, манипуляციები, რამაც შესაძლოა იმ ნიშნულზე გააჩეროს. აი 3 თვის წინ სადღაც 10%-მდე იყო მისი თვალის მხედველობა. რომ აი ამ ნიშნულზე მაინც შეინარჩუნოს, ჯერჯერობით ასეთი ნაბიჯები არ გადაუდრია სამწუხაროდ პენიტენციურ სისტემას და მინდა ხაზი გაუსვა აუცილებლად, რომ მისი მხედველობა დრამატულად დავარდა სწორედ მისი პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პირობებში და ამაზე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს. კი ბატონო, მაი აუცილებლად მინდა გკითხოთ, თქვენ ბუნებრივია იურისტი ხართ, პოლიტიკურ შეფასებას ვერ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ანალიზს რა მოხდა 4 ოქტომბრის, მაგრამ სამართლებრივად შემდეგ რა გაგრძელებაც მოხდა ამაზე თუ შეგიძლიათ რომ ვილაპარაკოთ. ანუ რა კვალიფიკაცია, რა ტიპის საქმეა, ჩვენ ვხედავთ, ასე ვთქვათ, 50-ს გადაცდა დაკავებულთა რაოდენობა, ანუ რა კითხვები შეიძლება არსებობდეს და ასე შემდეგ. დიანა, ესე იგი მეც ასე ვთქვათ, მაყურებლის თვალით უყურებ ხოლმე ასეთ მოვლენებს და ვთქვათ, ცოტა მეხმარება, ასე ვთქვათ, ჩემი პროფესია რაღაცების აღქმაში და შეფასებაში. ეხლა ის, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებდით, ხო, იმ დღეს მიმდინარე მხედველობაში მაქვს აი ეს კონკრეტულად პრეზიდენტის სასახლის, ასე ვთქვათ, ეს დისოსებთან ჯაჯგური და შემდეგ ესეთი ამ დისოსების უცნაური დაზიანება. რასაკვირველია აღქმა არ ვაფასებ, მოდით, ანუ მე საქმის გარემოებებს ხომ არ ვიცნობ, თუმცა მაქვს მოლოდინი, რომ არის მხოლოდ ის, რაზეც გვესაუბრებიან, ანუ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები, ხომ, ის რაც საჯაროდ ითქვა და ის რაც საჯაროდ ჩანს. ამის უკან ჩვენ არაფერი არ მოგვისმენია, გარდა იმისა, რომ სადღაც იპოვნეს რაღაც იარაღი და კაცმა არ იცის ვისია და დადიან ასე ეკითხებიან, შენ იცი რამე ამ იარაღზე, შენ იცი რამე, შენ დაახლოებით ასეთი სურათია, ხო? ამიტომ ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ ორგანიზატორებზე და მათ განცხადებებზე ამ წუთას არაფერს არ ვიტყვი, იმიტომ რომ იმის უკან არაფერი არ ვიცი, რაც ტელეეთერში იყო და მტკიცების ტვირთი, ასე ვთქვათ, გამოძიების ორგანოებზეა და ჯერჯერობით არაფერი არ უთქვამთ, გარდა იმისა, რაც მათი პირიდან მოვისმინეთ. თვითონ რაც შეეხება სასახლის, ასე ვთქვათ, აი ამ ღობის ცხადია იმ კადრებს მეც ვუყურე თქვენი ეთერით, რაც გავიდა და იქ აშკარად ჩანს, რომ ღობე არა მარტო ვთქვათ, აი საყრდენებიდან ირყევა და იქიდან გადავარდა, არამედ ეს რკინის, ასე ვთქვათ, კონსტრუქცია შუაში ტყდება. იქ სადაც ვთქვათ, რაღაცა მავთულით გადაბმა ჩანს, ხო? სადღაც შუაში ტყდება და რამოდენიმე ნაწილზე შუაში გადატყდა. არ უნდა ამას დიდი პროფესორობა, რომ ამ ღობის თემა ძალზე მნიშვნელოვანი აქვს. ამიტომ აქ როგორც მინიმუმ გამოძიებამ რომ შეინარჩუნოს ელემენტარული კეთილსინდისიერების, ასე ვთქვათ, იმიჯი, ექსპერტიზა უნდა დაინიშნოს, რამ გამოიწვია, რამდენ ადგილას დაზიანდა ეს ჯღრევის შედეგად მიღებული დაზიანება, ფაქტია გადაბმა ჩანს, ხო, რომელიც ირღვევა. ეს რასulis თავად დანაშაულის შემადგენლობაში ან ბრალის ფორმულირება, ანუ რა შეიძლება შეცვალოს? დიახ, ძალიან ბევრ ამას ცვლის, ახლა ახალს არაფერს არ ვამბობ დანაშაულის პროვოცირებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ხომ? სახელმწიფოს უზარმაზარი რესურსი აქვს იმისთვის, რომ შექმნას პირობები, ანუ დაეხმაროს, ხელი შეუწყოს, დადგას და მოახდინოს დანაშაულის პროვოცირება, რაც თავისთავად დანაშაულია. და ამას ისე არ ვსაუბრობ, გამომიძიებია ასეთი საქმეები წინა ხელისუფლების პირობებში. ანუ სამწუხაროდ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები დღემდე არიან პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, მათ შორის პოლიტიკური პარტიების, ასე ვთქვათ, პიარის იარაღი, ამიტომ ისინი ამგვარ ქმედებებში შემჩნეული არიან და არაერთი წლის მანძილზე. ეს ვიზუალურად რაც ჩანს, რასაკვირველია, ნებისმიერ გონიერ ადამიანში წარმოშობს კითხვებს, ხომ? როგორ მოხდა ამის გადანგრევა, როგორ ზოზინობდნენ იქ სამთავრობო დაცვის თანამშრომლები, შემდეგ უკნიდან როგორ გამოვიდა, როგორც იქნა სპეცდანიშნულების დანაყოფი, მაგრამ ამაზე რატო ვაკეთებ ხაზს? ანუ დარჩა შტაბეჭდილება, რომ რაღაცნაირად ამ სანახაობის შექმნა შეჭრილები უკვე ეზოში იყო ინტერესი ამის დასკვნის გაკეთების. ეს სურათი ჭირდებოდათ. დიახ.
ამის დამკვეთებს უდაოდ ჭირდებოდათ ეს სურათი, რომ ღობე გადაინრა და რაღაცა ადამიანები გადავიდნენ ეზოში. თუმცა ჩემთვის ეს ადამიანები ეს არ არის ერთიანი დანაშაული დიანა და საერთო განზრახვით მოცული დანაშაული. რასაც ვისმენ კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოტივი და მოტივი, რატომ იყო იქ. და ამოცანა, როგორც წესი ეს ადამიანები არიან გაჭირვებული, დაჩაგრული, მშიერი, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი, ანუ ისინი, ვისაც სახელმწიფო არაფრით სახელმწიფო მათთვის არ არის, მოკლედ ამის თქმა მინდა და რა გასაკვირია, რომ ასეთი ადამიანი აპროტესტებს რაღაცეებს, ხომ? ამიტომ ეს პროვოცირებული მოქმედებები ვიღაცამ ღობეს გადააბიჯა, ვიღაცამ აქედან რაღაცა დაუყვირა, ვიღაცამ რაღაცა სპრეი რომ შეასხეს, რაღაცა სანაცვლო მოქმედება განახორციელა და იქიდან პასუხი მიიღო, ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოქმედებები შეკრულია ერთიანი განზრახვით, რომელიც ან ხელისუფლების დამხობის შემადგენლობაში ჭდება, ან 225 მუხლის შემადგენლობაში ჭდება. მაგალითად, ბათუმელი მეტროში არ შემიძლია არ აღნიშნო, ამ ადამიანს ვიცნობ მზია ამაღლობელის საქმეებიდან და მიაქციეთ ყურადღება, დიანა, ეს არის ის ადამიანი, ის ცნობილი კადრი, სადაც მზიას აკავებს ბესელია თვითონ. ხმა ისმის, არქნა გოგო არქნა. ეს არის ეს ადამიანი. ამ კადრში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროცესზე პოლიცია ცდილობდა ამ ადამიანის ნათქვამი გაესაღებინა პოლიციის მოწოდებად, რომ ეს პოლიცია მოუწოდაო. შემდეგ ამ ადამიანმა ჩვენებაც მისცა პროცესზე, რომ ეს ვიყავი მე და იქ პოლიციის მოწოდება არ ყოფილა. ანუ რისი თქმა მინდა, ეს ადამიანი, რაც მე ვიცი, სულ დადის ამ დროშით. გარდა ამისა, ეს ადამიანი მონიშნული წავდათ მზია ამაღლობელის საქმიდან. ეს ადამიანი სამშობლოს დროშას სად აფრიალებს, დიანა, მინდა მიაქციოთ ყურადღება, სასახლის შენობის შიგნით თუ სასახლის შენობის გარეთ დანაშაულის შემადგენლობა ვერ შეიქმნება, ვერც ერთ შემთხვევაში. საერთოდ ღობე რომ არ ყოფილიყო, ნახეთ ორგანიზატორების მოწოდება, შემდეგ ეს ქმედება, წარმოვიდგინოთ ღობე საერთოდ არ არის, ანუ ეს მუხლი, რომელიც არის ეს კვალიფიკაცია. ღობე საერთოდ არ არის, მაგრამ ვთქვათ, ღობე საერთოდ არ არის, მაგრამ რაღაცა სარეჟიმო ობიექტია, არ შეიძლება შესვლა, მოდით დავუშვათ ეს, ვთქვათ, არ აქვს მნიშვნელობა. დროშის ფრიალი მიუხედავად ამისა, ანუ კანცელარიას არ ვიცი ეხლა კიდე თუ აქვს ღობე შემორტყმული პარლამენტს, იმ ღობის შიგნით, ხო, აღარ აქვს, ვთქვათ და აქვს. იმ ღობის შიგნით რომ შეიპაროს ადამიანი და სამშობლოს დროშა აფრიალოს, ეს არ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას. დანაშაულის შემადგენლობას ამ მუხლების თვალსაზრისით ქმნის ძალადობრივი ქმედებები, მაგრამ ეს ძალადობრივი ქმედებები არ უნდა იყოს პროვოცირებული. არ უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან პროვოცირებული, ანუ მეორე მხარის მხრიდან პროვოცირებული. დაახლოებით მზიას შემთხვევა, მზიას საქმეზეც ამაზე ვსაუბრობდი ხოლმე. ანუ სახელმწიფო თუ კი პროვოცირებს და რაღაცა ტიპის პასუხს ღებულობს, ხო, ვიღაცამ გაბრაზებულმა მოქალაქემ აიღო და ქვაესროლა. მერე რა? ეს არ ნიშნავს, დიანა, რომ ორგანიზატორების განცხადებასა და ამ ქმედებას შორის ბმა. დიახ. მერე რა, ამ ბმა უნდა ამტკიცოს ბრალდებამ სწორედ. ორგანიზატორების განცხადებას და ამ ქმედებას შორის ბმა. ჩემი მოქმედება თუ გამოიწვია კონკრეტულმა ადამიანმა, თუ გაღიზიანებაზეა ჩემი რეაქცია, აი კონკრეტულმა ადამიანმა რაღაცა დამიყვირა და იმის გამო ვრეაგირებ. ცუდი სიტყვა დამიძახა, გამიდეთ, ანუ აქ მიზეზშედეგობრიობა არ არის მათ განცხადებასა და ჩემს მოქმედებას შორის. ეს რაც ზედაპირზე დევს, ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ამ ჯერჯერობით რაც ჩანს, ამ ადამიანების მოქმედებები, ასეთი ერთჯერადი მოქმედებებია, გასაგებია, რომ ერთ ქუდში მოაქციეს და ყოველთვის ეცდება ხელისუფლება ერთი ქუდის ქვეშ დაიჭიროს ეს მოქმედებები, რომ ერთი საერთო სცენარის ნაწილად წარმოადგინონ, მაგრამ კიდევ ვამბობ, თქვათ, იგივე აი ამ
ადამიანის შემთხვევაში ჭავჭანიძე ბატონი ზურაბი თუ არ მეშლება, ანუ დროშას სადააფრიალებდა დიანა მიუხედავად იმისა, ხობი ამ წუთას გადავარდნილი იყო თუ არა, შიგნით ააფრიალებდა თუ გარეთ, ეს არ არის ძალადობრივი მოქმედება. სისხლის სამართალი საერთოდ მინდა კონკრეტული მოქმედებებით, იმიტომ რომ იქ სხვადასხვაგვარად მოქმედებდა სხვადასხვა ადამიანი. მაია, მადლობა, ჩვენ დავაკვირდეთ ამ პროცესის. და ეს არის უკანასკნელი ზომა. ამის თქმა მინდა, ეს არის უკანასკნელი ზომა. ანუ სისხლის სამართალი მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამოწურულია ყველა სხვა. ამ შემთხვევებში დარწმუნებული ვარ, ზოგი იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ზოგი საერთოდაც არაფერი არ იქნება სამართლებრივად.